საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შევკვირდი და დავკვირდი, მივეცი პირობა იმისა, რომ ყველა ადამიანს დავასახელებ, ვინც კი ჩემთვის ცნობილი არის ამ ორგანოებთან დაკავშირებით, შესაძლებელია და სავარაუდოდ კონტაქტში იყოს, რომლებიც ატარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწმობებს და ამ მოწმობების საფუძველზე დიდი გავლენა ქონათ გერმანიის პოლიციასთან. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწმობის მქონე პირი მისდა ავტომანქანაში, როდესაც მოვდიოდით დიუსელდორფიდან დორტმუნდის მიმართულებით, ეს არის 52 ავტობანი, და დროსაც მათივე კოლეგები შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის მოწმობებით ებრაელები უკნიდან დამეწიან ავტომანქანაზე, გამიტეხენ ავტომანქანის საბარგულის შუშა, რადგანაც გავჩერებულიყავი. ავტომანქანა გავაჩერეს ზუსტად ამ ადგილას და რადგანაც ავტომანზე გაჩერება არ შეიძლება პიროვნების და არის საშიში გამოვედი აქ ამ გზაზე და დავრეკე პოლიციაში, რომ შებეძლო თუ არა შუშა გატეხილი, საბარგულზე შუშა გატეხილი ავტომანქანით გამეგრძელებია სვლა. რაზედაც 112-დან მიპასუხეს, რომ სვლა არ შეგიძლია რომ გააგრძელო, ამიტომ უნდა გააჩეროთ ავტომანქანა და ამ შემთხვევაში 112-ის ცხელხას ვუთხარი, რომ ყავდა საკუთარი ჩემი ევაკუატორი და მოეცა უფლება გადამეყვანა ჩემი ავტომანქანა ჩემი საკუთარი ევაკუატორით, რადგანაც არ შეიძლება ავტობანზე სპეციალური ევაკუატორებია და მხოლოდ იმ ევაკუატორებს აძლევენ უფლებას. 112-ის ხაზიდან დამთავრდა, რომ გაძლევთ მაგის უფლებას, გადაიყვანე შენი პრივატი ევაკუატორით თქვენი მანქანა და ოღონდ მოძრაობა არ გააგრძელოთ. რა დროსაც აქ გავარ, ჩემ გვერდში იყოფება პიროვნება, რომელმაც ტერორისტად გამომაცხადა, შემდეგ ესენის პოლიციაში, ეს არის გია გოცაძე, თერჯოლის რაიონის სოფელთუში დაბადებული 2001 წელს, ძალიან პატარა ბიჭია ასაკით, საიდან ქონა მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, რაზედაც გავაგრძელებ ამ ვიდეო განარჩენზე, ამიტომ მინდა ყველა მიცოდეს, ვინ შეიძლება შენ გვერდით აღმოჩნდეს, უცებ მოულოდნელად, როგორი პიროვნება შეიძლება აღმოჩნდეს და რა შეიძლება მოყვეს იმ ადამიანის გვერდში ყოფნას. როდესაც ჩვენ ევაკუატორს ველოდებით, ჩემ მეგობარს გენადის დაურეკე, რომ ხოლმე მე 52 ავტომანზე ამოსულიყო და წამეყვანა ჩემი შუშა გატეხილი ავტომანქანა. ამ დროს მეუბნება, რომ მოულოდნელად მივატოვოთ ეს მანქანა, აქ ბიჭები მოვლიან და დავყო ჩვენ ბიჭებს. მე გამიკვირდა ახლა ავტომანქანა რატო უნდა მიატოვო გატეხილი შუშის გამო, როცა შეიძლება შუშა გამოწონო და ისევე ჩვეულებრივი ავტომანქანა იქნება. ის დაჟინებულად თხოვდა ამას გამეკეთებია, თხოვდა თორემ ახლა ძალას ნამდვილად ვერ დამატანს, ვერც ის და ვერც იმ არის 10 კიდევ და საბოლოო ჯამში ჩავბრუნდი მანქანასთან, ის ჩემს წინ დგას და აქედან მოვარდა მანქანა დავინახე. როგორ მოვარდა გარბის და დაუძახე, მეთქი რა შევიმეთქი, ვის უშდები მეთქი მანქანაში და გაუკვირდა, მე რო ჩემ მანქანასთან ვიყავი ავტობანზე ჩასული, იმას ეგონა რომ მე უკვე მათ ავტომანქანაში ვყავდი მოთავსებული. ანუ იმათი განზრახვა იყო, ერთ-ერთი განზრახვა იყო იმის, რომ აქედან წავეყვანე დიუსელდორფში შტარგარტენ ქუჩაზე, სადაც რამოდენიმეჯერ უკვე გითხარით, რომ ორჯერ ამონაღები ქონათ ადამიანისთვის ორგანო მოკრულიყავდათ იმ სახლში, ჯერ კიდევ მანამ თეონა ოდიკაძე ცხოვრობდა და მართალია იმ დროს ებრაელებს გაფორმებული ქონათ კონტრაქტი ვოლგანთან, მაგრამ მათ კუთვნილებაში არ იყო ბინა გადაცემული იმ დროისთვის, ჯერ კიდევ თეონა ოდიკაძე ცხოვრობდა და იმ დროს მოხდა საწყალ რეზოსა და აფრიკელის ორგანოების ამოღება. რაც მე ვიცი, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რასაც მე ვადასტურებ, შეიძლება მეტი იყოს, მე არ ვიცი, მე მხოლოდ ორი ვიცი, ორზე საუბრობ. თუმცა ეს პირები დადიან შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის მოწმობებით. მე წარმოდგენა მაქვს იმის, რომ ეს არ უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ, ორიგინალი უნდა იყოს დუბლირებული, მაგრამ რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს და არ ადასტურებს ამის დუბლირებას, ან სიყალბეს, უკვე დიდი ვარაუდი მისდება იმის, რომ გონი მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის ბიზნესი იყო ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა. უკვე ეჭვმჩება მაგის გეუბნებით, რომ ორი თვე გახდება უკვე, რომ ამაზე ვსაუბრობთ, ამაზე მიდის საუბარი. ძალიან ბევრი ფაქტორია საქართველოში დაუბრუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, რომ 8 გვამს, რომელზედაც ოჯახისთვის არ არის ცნობილი, რომ მისი
ოჯახის წევრები ამოღებული იქნა მისი ოჯახის წევრები და ორგანოები არ არის ოჯახისთვის ცნობილი, არ არის არავისთვის ცნობილი, ეს მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ინფორმაციით არის ცნობილი და გადამოწმებული ინფორმაცია, 100%-იანი ინფორმაცია, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ზარიც არ გამოგცევია არც თავად პროკურატურას. ამიტომ დღეს 31 დეკემბერია, ახალი წელი თენდება, ვერ ვიცი ვერავის ბედნიერებას ამ ახალ წელიწადს, რადგანაც 2021 წელში უკვე თბილისის სასამართლომ ჩემი ორგანოების გასხვისებაზე თანხმობა გაცა, ანუ სასამართლო გადაწყვეტილებით მტრად ვარ გამოცხადებული, ამიტომ ვეკითხებოდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად პროკურატურას, რომ ვარ ტერორისტი თუ არ ავამტყოფი, თუ არ არის უკვე დავამატე მესამე სიტყვას ბოლო-ბოლო, გაერკვიეთ, ჩამოყალიბდით და გამაგებინეთ, ვინა ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ან ბოლო-ბოლო თქვენ მითხარით, თქვენ როგორები ხართ, მე ვიცი თქვენ რომ კანიბალები ხართ, ამაში ორი აზრი აღარ არსებობს უკვე, თქვენ ხართ ორგანოებით ვაჭრობაში, შემჩნეულები უკვე აფარებთ ხელს, ეს იგივე თანამზრახველობაა, გინც შენ გაიკეთებია იმ ორგანოების ამოღება და გინც ხელი დაგიფარებია და ხელშეწყობა გაგიტარებია. მე პირდაპირ გაგებ უკვე ხელს, რადგანაც თქვენ დულ ხართ, არანაირ გამოძიებას არ აწარმოებთ, ქვეყანა ფაქტები გააქვთ, ამის ინფორმაციების გაქვთ, მე ერთი სოფლელმა ბიჭმა თუ ამდენი ვიცი, თქვენ 10-ჯერ მეტი იცით ჩემზე, ამაში ორი აზრი არ არსებობს, გითხარით, დაგეხმარებით მეთქი გამოძიებაში, მოგაწოდეთ ინფორმაციას, გეტყვით გვამებს, რომ ესე არ იმკითხავთ, რენტგენი არ ატაროთ, მიწის ქვეშ რომ ვის აქვს ორგანოები მუცელში და ვის არ აქვს, ამიტომ თქვენი სურვილი არ ჩანს, თქვენიდან მე ვერ დავინახეს სურვილი, კიდე შეგახსენებთ, რომ არანაირად პოლიტიზირებული არა ვარ მე, 10 ოქტომბერს გითხარით, წინა ვიდეოებში გითხარით, რომ 10 ოქტომბერს მივადექი როჯერ ლეკებუს და უთხარ რომ პოლიციაში მისულიყო და ინფორმაცია მიეწოდებინა, შემდეგ 15-ში მივედი და ახლოვებით 15 ოქტომბერს და საქართველოში 26 ოქტომბერს იყო საერთოდ არჩევნები და 31 ოქტომბერს ვიპოვე ექიმი როჯერ ლეკებუშის სასტუმროს მორგვიდან, როდესაც გამოდიოდა უკვე ჩატარებული ქონა ოპერაცია და ადამიანი ყავდა მოკლული მას. საიდან უნდა ვიყო პოლიციზებული, ეხლა რადგანაც ორგანოებით ადამიანი ვნახე და საქართველოს რაღაც მიტინგები მიდის, მაგის გულისთვის თუნდაც მკვლელებზე და თვალები უნდა დავფაროთ და ვიღაცის ორგანოებით ვაჭრობაზე ცოტა ხნით უნდა დაველოდოთ, რომ ორგანოები ყიდოს კიდე თუნდაც რომ იქ პოლიტიკურად დაკავებულები არიან და რაღაც სხვა თემებით უფრო ხარ დაკავებულები, ვიდრე ამისთვის აქცალიოთ. ანუ რადგინათ ისეთი ქვეყანა, რომელშიც შეიძლება მოხდეს საავადმყოფოში და ორგანოები ამოგიღო. არ რადგინათ ეგეთი მშვიდობა, არ რადგინათ ეგეთი არჩევნები, ვინც გინდა მოვიდოს, გინდა ივანიშვილი მოვიდოს, გინდა სააკაშვილი მოვიდოს და გინდა სხვა გვარის მოვიდოს. თუ არაფერი არ უნდა შეიცვალოს, რაღაც ანგრევთ, მაგ ქვეყანას რაღაც წავთ მადაურობას. დასაწვავად მიცანყავთ უკვე თქვენ თვითონ იცით. მე ბატონი ბიზინა ივანიშვილს დავბირდი, რომ შენი შვილის სახელით უტასახელი დადიან აქ და მე უნდა გამომაცალონ მაგენმა ორგანოები? მაგ ხლიფ წოველემა მაგენის დედა შევეცი? დაგაგებიებ, მე თქვენ ვის უნდა გამოაცალოთ ორგანოები?